დაფუძნდა იანვრის შუა რიცხვებში. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია რეგიონალური ოფისების უფრო მასშტაბური გახსნა, იგეგმება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში რეგიონალური ოფისების გახსნა, ეს იქნება ფოთი, სენაკი, გორი, ბაღდათი და სხვა. ჩვენი მიზანი არის რომ მოამზადოთ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მონაწილეობა მივიღოთ ამ არჩევნებში. ასევე და რა თქმა უნდა ჩვენი ხედვები ჩვენი გეგმები შევთავაზოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ხო ამ შემთხვევაში ჩემი და ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არის რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თელავს მოქალაქეებს კონდეთ არჩევანი, მათთან მოვწიოთ არჩევანი ორ პოლიტიკურ გუნდს შორის და მათ კონდეთ იმის საშუალება, რომ იცოდნენ ვის ირჩევენ, რას ირჩევენ, რატომ ირჩევენ და ასევე ჩვენი მიზანი არის ის, რომ მათ იმედები არ გაუცრუოთ. თქვენ ამბობთ, რომ სხვა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები არ არის ორ პოლიტიკურ ძალას შორის არ მოუწიოთ. კი, ფაქტობრივად რა ავიღოთ არ არის. თქვენ ვის ოპოზიციაში თუ შეიძლება ითქვას ოპოზიციაში ვის ოპოზიციაში იმყოფებით დღეს ხელისუფლების თუ ყოფილი ხელისუფლების. ნუ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ოპოზიციის ოპოზიცია. ნუ ასე ვთქვათ, ფაქტობრივად სააკაშო რაც უჩვეულო სიტუაცია შექმნა არის ორ ხელისუფლებიანობა, მაგრამ ამავე დროს არის იგი ოპოზიციის ჭყალებში, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ლიდერი, ხოლო რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას დღევანდელ მართლ პოლიტიკურ გუნდთან, ჩვენ ვართ მისი მხარდამჭერი ქართული კოალიციის, უკაცრავად ქართული ოცნების დაარსების დღიდან პოლიტიკური მოძრაობა საქართველოს გზა არის მისი პოლიტიკური მხარდამჭერი, თუმცა კოალიციაში არ შედის. არ ვარ კოალიციაში, ერთ-ერთი და მე მგონი ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვართ კოალიციაში, არის ის, რომ არ გვინდა შეიქმნას დიდი რაღაც პოლიტიკური მონსტრი და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ უნდა მივეჩვენოთ იმას, რომ არ არის აუცილებელი ყველა იყოს ერთ პოლიტიკურ ალიანსში და ეს არის მაგალითი იმის, რომ ჩვენ არ ვართ ალიანსში, არ ვართ კოალიციაში, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას, ამავე დროს ვართ ჩვენ ჯანსაღ ურთიერთობაში, ჩვენ რაც არ მოგწონს ვამბობთ ამას ხმამაღლა, მაგალითად მე მინდა მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე მხარს ვუჭერ, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას, მინდა გულისკივლით აღნიშნო, თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს მოწვეული იყო ყვალეს მუნიციპალიტეტის გამგებელი, არ მოვიდა, იმიტომ რომ მოქალაქეებს აქვს შეკითხვები და ამ შემთხვევაში, როცა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი თუნდაც რაღაც მიზეზის გამო რამდენიმეჯერ უგულებელყოფს მოქალაქეების ინტერესს და არ დააფასებს მედიის მნიშვნელობას, ეს ასე თქვა სამწუხაროა და ზუსტად იმ შედეგამდე არ უნდა მივიდეთ, რა შედეგამდეც მივიდა, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა, როცა მან გაწყვიტა ფაქტობრივად მოქალაქეებთან ურთიერთობა. გადაცემამდე, ანუ შეთანხმება რომ არ მომხდარიყო, ამ შემთხვევაში ვფიქრებდი სხვა რამეს, რომ თქვა არცალია მას და საქმეებით არის დაკავებული, თუმცა ჩვენი შეთანხმება შედგა, რომ დღეს გადაცემაში მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა სამწუხაროდ არ მოვიდა გადაცემაში. თქვენ საუბრობდით, რომ საქართველოს გზა იწყებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას. პარალელურად მიდის საუბარი, რომ თვითმმართველობის რეფორმა უნდა დაიწყოს. რამდენად იცნობთ ამ საკითხს და ზოგადად თვითმმართველობის მუშაობას როგორ შეაფასებთ დღეს? იცით რა, მე სამწუხაროდ ერთი თვე არ ვიყავი საქართველოში, კიდე წასული ვიყავი და ინფორმაციასაც ვეცნობოდი, არის ის, რომ რა თქმა უნდა იწყება ახალ თვითმმართველობის კანონმდებლობაზე მუშაობა, ძალიან რთულია ამ შემთხვევაში თვითმმართველობის შეფასება, იმიტომ ფაქტობრივად რა თქმა უნდა გამგებლები შეიცვალნენ, მაგრამ არ უნდა გვაუწყდეს, რომ დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით არსებობენ საკრებულოები, რომელთაც აქვთ ასე ვთქვათ მინი პარლამენტის ფუნქციები, ისინი ამტკიცებენ ბიუჯეტს, ისინი ამტკიცებენ თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ახლად მოსულმა გამგებლებმა და ახლად მოსულმა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ხელისუფლებებმა რეალურად განახორციელონ ის იდეები და ის დაპირებები, რაც იყო წინა საარჩევნოდ. ამიტომ აუცილებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს გეგმით გათვალისწინებული კი, მომავალ წელს.
საუბრები მიდის რომ შესაძლოა რომ რიგგარეში არჩევნების დაინიშნოს, თუმცა ეს ალბათ გავრცელებული აზრია და მე მგონი გავრცელებული ეს უფრო სურვილებია, რა თქმა უნდა მეც ვისურვებდი რომ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში დღეს მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობით არჩევნების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ თუ თვითმმართველობას ავირჩევთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ რეალური თვითმმართველობა. აი მაგალითად გიორგი, რომ გავიაროთ ნებისმიერ მუნიციპალიტეტს, გინა ლაგოდეხის, გინა თელავის, გინა ყვალის, ხო? ელემენტარული სიტყვი სოციალური პრობლემები რომ გადავდოთ გვერდზე. თვითონ მუნიციპალიტეტი არის სასტიკად და კატასტროფულად დამახინჯებული, ასე ვთქვათ. ის რაღაცა მახინჯი და უსახური შენობებით. ელემენტარულად არც ერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს რეალურად მოქმედი არქიტექტურის სამსახური. არც ერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს ელემენტარულად განვითარების გენერალური გეგმა. ჭირდება თუ არა აი იმ არქიტექტურულ გეგმაში, იმ რაღაც ისტორიულ უბანში ან გეოგრაფიულ უბანში არის სასტიკად იგივე თელავის მუნიციპალიტეტი რო ავიღოთ, იგივე რო შემოვდიოდი ახლა ლაგოდეხში, თვალში მოხდა და ყველას ხვდება თვალში, რა თქმა უნდა ეს თვითნებურად აშენებული რაღაც შენობები, რომელიც არანაირ არქიტექტურულ და პროფესიულ კრიტიკას არ უძლებს და ვერ უძლებს. ხოლო რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, ეს რა თქმა უნდა უპირველესია და პირველ ეტაპზე ჩემის აზრით თვითონ მუნიციპალიტეტმა ახალი კანონმდებლობით უნდა შეძლოს ის, რომ ელემენტარულად არ იყოს ბაღის გადასახადი. ელემენტარულად თვითონ მუნიციპალიტეტმა უნდა შეძლოს, რომ სკოლებს აღმოუჩინოს მაქსიმალურად მეტი დაფინანსება. ასოცირდება როგორც ულამაზესი დღესასწაული, ამიტომ მინდა რომ ყოველთვის ყოველი ქალის მენტალიტეტში, ყოველი ქალის შინაგან სამყაროში რომ ამარტი ყოველთვის იყოს ყველაზე ღირებული, ყველაზე ლამაზი დღე და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უკვე ისტორიაში შესულ ქალბატონებს, კლარა ცეტკინს და როზა ლუქსემბურგს, რომელმაც ეს დღე დაუძნეს, მაგრამ მისასალმებელი იქნებოდა უბრალოდ ეს მამაკაცებს მოეგონათ. ხედავთ ისევ ქალების მოგონილია და აქედან თუ ამოვალთ, ყოველთვის იყვნენ ქალები პოლიტიკაში. ასევე ქალთა პროტესტს უკავშირდებოდა თავის დროზე ამ დღის დაარსება. გასაგებია და ისევ ქალებმა იყო ჩაიღეს, ხედავთ და ეს ტენდენცია გრძელდება, მაგრამ სანამ ეს გენდერული თანასწორობის პრობლემა მსოფლიოში დადგებოდა, მე-12 საუკუნეში უკვე შოთა რუსთაველმა ეს პრობლემა გადაწყვეტა საქართველოში. რამე თუ მისი აფორიზმი ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ლომისა სწორია, ძუიხოს თუნდაც ხვადია. და ჩვენი დიდი მეფე თამარიც მოგეხსენებათ, რომ იგივე ლაიტმოტივს ეწეოდა ესეთი უდიდესი პოლიტიკოსი ქალი საქართველოში. ამიტომ ჩვენ არ გაგვკვირვებია 20 საუკუნის დასასრულს ეს პრობლემა რომ დადგა მსოფლიოს წინაშე. პროცენტულად ქალები დღეს საზღვარგარეთ სამუშაოდ იმდენი არიან წასულები და მამაკაცების ხშირზიან, რომ თუნდაც აი ეს საკითხი მეტყველებს იმაზე, რომ ქალები ძალიან გააქტიურებულები არიან ოჯახურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ასია ახლა თუ ახლაც ასია პროცენტულად ქალი უფრო მეტია დღეს საზღვარგარეთ გასული სამუშაოდ, ვიდრე კაცები. ჩვენი მამაკაცები ძალიან გაზარმაცდნენ ბოლო წლების მანძილზე. რაღაც არ ვიცი, მე ქართველი მამაკაცი ყოველ შემთხვევაში ახლა როგორცაც უყურებ, ხო? არ მიმაჩნია რომ აი მამაკაცი, ქართველი მამაკაცი დღეს აი ამ ღირებულებებით და აი ეს ინერტულად უნდა ცხოვრობდეს. ფაქტიურად დაკარგა დღეს ქართველმა მამაკაცმა თავისი ფუნქცია, რომელიც მას მთელი ცხოვრება აკისრია თუნდაც ოჯახის მიმართ, თუნდაც მეგობრის მიმართ, თუნდაც შეყვარებულის მიმართ, თუნდაც სიყვარულშიც ქალი უფრო აქტიურია დღესდღეობით ვიდრე მამაკაცი. თქვენი დაკვირვებით ეს ასე. ჩემი დაკვირვებით ესეა, იმიტომ რომ მე კულტურასთან ამაკ ახალგაზრდობასთან ბავშვებთან მაგ საქმე და ეხა რომ აკვირდები, დღევანდელი გოგონები ეს ახალგაზრდა თაობა ბევრად აქტიურები არიან ვიდრე ბიჭები. მე მგონი ძალიან მარე პირიქით მოხდება, სიყვარულს ქალები აუხსნიან კაცებს. მე უნდა მეკითხა რომ ქალი თანასწორუფლებიანი არის თუ არა მამაკაცთან. ბევრი საუბარია ამ თემაზე. და რეალობა როგორია? თქვენ რასაც ამბობთ? არა, რეალობა კი არის თანასწორუფლებიანი.
საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვთქვათ, ლაგოდეხის უფრო მეტადაც ქალბატონები არიან წარმოდგენილი. ჩვენი გადაცემის წინა ბლოკის სტუმარი საუბრობდა და ისურვებდა, რომ მეტი ქალბატონი ყოფილიყო, თქვა თელავში წარმოდგენილი საპასუხისმგებლო. აი, მაგალითად თქვა, რომ არც ერთი გამგებელი კახეთში არ არის ქალბატონი, არც საგრებულოს თავმჯდომარე. ეხლა თუ მაგ კრიტერიუმით განსაზღვრავთ, მაშინ ავიღოთ ჩვენი პარლამენტი, ავიღოთ ზედა ეშელონები, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეებზე არიან დღესდღეობით ქალბატონები. ახლა პირველად საქართველოს ისტორიაში ეს რაღაც რატომ ვიძახი იუსტიციის მინისტრი ყავს ქალბატონი, ეს ძალიან ბევრის მეტყველია. მე ასე ვფიქრობ. დღესასწაული და ღონისძიება ითვლებოდა ჰერეთობა. მე რამდენჯერმე თბილისში მოსაწვევი მომივიდა და მომიწვიეს ჰერეთობაზე და ერთადერთხელ ვარ ძალიან ბევრი წლის უკან ამ ჰერეთობაზე დასწრებული, საკმაოდ მართლა კარგად გაკეთებული ღონისძიება იყო, მაგრამ ამ 5 წლის მანძილზე რაც მე ლაგოდეხში კულტურის ცენტრში ვმუშაობ, გეგმაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ყოველთვის ჰქონდა ეს ღონისძიება, ყოველ წელს იყო თანხები გამოყოფილი ჰერეთობისთვის, რომელიც სადღაც ოქტომბერში, ნოემბრის დასაწყისში ტარდებოდა. ეს კახეთთანაც ასოცირდება იქ ღვინო, ყურძენი რაღაცა, მე ორჯერ მე პირადად ორჯერ წარვადგინე პროექტი, მომთხოვა გამგებელმა შარშანაც და შარშანწინაც პროექტის წარდგენა, პროექტი დავდეთ, მაგრამ არ ჩატარებულა. როგორც ვიცი, 2 წლის უკან დიდი სტიქია რომ იყო ლაგოდეხში, ამას შეუშალა ხელი და ჰერეთობისთვის გამოყოფილი ხარჯები მაშინ იქით წავიდა და შარშან რა მოხდა არ ვიცი. შარშან მე მგონი წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ჰერეთისთვის არავის არ ეწალა ჰერეთობისთვის. შარშან ეს იყო მიზეზი. მაგრამ მე ვფიქრობ, ზუსტად წინასაარჩევნოდ უნდა ჩატარებულიყო ეს ჰერეთობა, უფრო კარგად გამოჩნდებოდა და ხასიათდებოდა ჩვენი რაიონი.